მწერალთა გილდიის წევრები 156 დღიანი გაფიცვის დასასრულს აღნიშნავენ. გაფიცულმა სცენარისტებმა ჰოლივუდის დიდ სტუდიებთან, შრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. სცენარისტები ხელფასების გაზრდას და მათ მიერ შექმნილი პროგრამების განმეორებითი ჩვენებების შემთხვევებში დამატებით ანაზღაურებას ითხოვდნენ. ძალიან ამაყი ვარ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მივაღწიეთ, არა მხოლოდ მწერალთა გილდიისთვის, არამედ მრავალი სხვა პროფკავშირისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამისთვის დიდხანს ვიბრძოდით, გაუსაძლის სიცხეებში გამოვდიოდით. ამბობდნენ, რომ ამ პროტესტით მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდით, მაგრამ ჩვენ მთელი ინდუსტრია შევცვალეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გილდიის წევრი ვარ. ამ ადამიანებმა ჩვენი ინდუსტრია გადაარჩინეს. არა მხოლოდ მათთვის, ვინც დღეს აქ შეიკრიბნენ, არამედ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას. პროტესტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და იგი ბოლო რამდენიმე ათწლეულში ყველაზე ხანგრძლივ გაფიცვად იქცა. შედეგად რამდენიმე მილიარდი დოლარის ზიანი განიცადა მსოფლიო კინოინდუსტრიამ. დროებით შეწყდა მუშაობა არაერთ პოპულარულ ფილმსა თუ ტელესერიალზე. კვლავ გრძელდება მსახიობთა პროფკავშირის, სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსის გაფიცვა, რომელიც 160,000 წევრს აერთიანებს.